დღეს შუახევში მდინარე აჭარისწყალზე შუახევი ჰესის კასკადის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ასევე ენერგეტიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ. შუახევ ჰესის პროექტით გათვალისწინებულია ორი კაშხლისა და წყალსაცავების მოწყობა. პარალელურად ინვესტორები კასკადის შემადგენელი ცხალთა ჰესის მშენებლობას იწყებენ. ინვესტორი კომპანიის დირექტორის თქმით, გარემოზე ზემოქმედების რისკები მაქსიმალურად არის შემცირებული. ქვეყნის პრემიერი კი ჰიდროელექტროსადგურების სიმრავლეს აუცილებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკის განვითარებისათვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანია გამომუშავებული ენერგიის 20%-ს შიდა ბაზარზე გაყიდვის, ხოლო დარჩენილ ნაწილს ექსპორტზე გაიტანს. 400 მეგავატი ელექტროენერგია გვექნება. ელექტროენერგია ჩაუყურს საფუძველს სხვადასხვა ტიპის საწარმოების მშენებლობებს და კარგად მინდა მთელმა საქართველომ გააცნობიეროს ადგილობრივ მოსახლეობას. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო, რომ ესეთი მოთმინებით და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მოხდა ეს პროცესი. მე მესმის ზოგიერთ რეგიონებში არის გართულება, ჩვენ გვყავს ოპონენტები, ვისაც არ სურთ ქვეყნის განვითარება და მხოლოდ მოკლე განცხადებებით სურთ მიიღონ პოპულარობა, მაგრამ ვინც იყურება წინ, ვისაც უნდა ჭეშმარიტად ქვეყნის საყვარება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ენერგია, ჩვენი რესურსები და ეს პირველ რიგში ჰიდრორესურსები გვაქვს დღეს. 600 მილიონის ინვესტიციები ჩაიდება. ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება, როგორც მშენებლობის დროს, ასევე მშენებლობის მერე. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ის, რომ Clean Energy-დან Tata ჯგუფმა გახსნა სასწავლებელი, სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ამ სასწავლებელში სპეციალური განათლება მიიღოს ამ მიმართულებით. არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, რომ აჭარაში მიმდინარეობს დიდი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მშენებლობები და ენერგომომარაგება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და თანმდევი უნდა იყოს ამ განვითარებასთან ერთად.